გამზირზე პროტესტის 98 დღესაც ხალხი არის გამოსული და ისინი ითხოვენ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი არის გამოსული დღეს რუსთაველზე და ფაქტობრივად პროტესტი არ წყდება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის ისევ დღის წესრიგში და ამ ადამიანების მთავარი მოთხოვნა თქვენ კადრში ხედავთ ბანერები აქვთ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები იკრიბებიან რუსთაველზე და მათ შორის არ წყდება ეს პროტესტი მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ძალიან აქტიურად აჯარიმებენ. ვიდრე გავესაუბრებით აქ მყოფ საზოგადოებას იქამდე მე მინდა გკითხოთ ბატონო პაატა, თითქმის ყოველ კვირაში გაჯარიმებენ, მაინც ქუჩაში დგეხართ, აი რატომ აგვიხსენით ეს? Ну რა არის აქ უკვე მეუბნებია რატო არ მალავს სახეს აზრი არა აქვს აქ თუნდაც გამოწერა შენ გამოგიწერე მე ხა ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ თუ როდისა ვარ დაჯარიმებული რა პერიოდშია დაჯარიმებული ჯერ უკვე გადაკეტილ ქუჩაზე ვარ დაჯარიმებული მაგას აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა თავარია რომ ჩვენ ეს სერიოზულად არ უნდა მივიღოთ იმიტომ რომ ეს არის ბოლო გაფარცხალება ამ მავნებლების და აი ვინც დაგვაჯარიმეს ჩვენ გვინდა ერთი დიდი აქცია მოვაწყოთ ყველამ ერთად და მრავალათასიანი დემონსტრაცია მოვაწყოთ სასაცილოა უკვე სატირალი რო არის სასაცილოა და ამიტომაც ხნეთ ვიყო დღეს მაგარი სიცივეა ძალიან უბერავს აქ ცივიქარის მაგრამ ხო ხედავთ რა ხალხმრავლობა ბატონო ჩვენი საქმე მართალია ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე რომ ვიყოთ ერთად გამარჯვება ძალიან ახლოსაა კი ბატონო მადლობა ორი სიტყვით დროში ძალიან შეზღუდულები ვართ გითხარით სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეთ სოლიდარობა არჩილ მუსელიანს ჩვენ შევიკრიბეთ მისი მეგობრები ფანები არჩილ გვიყვარხართ და მოვითხოვთ რომ ვიდგებით ბოლომდე სანამ არჩილი და სხვა პატიმრები არ გამოვლენ გარეთ. კი ბატონო, მადლობა და თქვენც რო გითხრათ, მიმართოთ თქვენ შვილს პოლიტიკურ პატიმრებს დღეს სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ხვალ ზვიადისსა და მასთან დაკავშირებული 7 პირის სასამართლოს პროცესია და რა მივმართო სიმართლე გითხრა ისე მხნეთ და ისე მედგერად არიან რომ გამამხნევებელს ვერაფერს ვერ ვეუბნები გარდა იმისა რომ თამამად შემიძლია უთხრა რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ვიდრე ისინი თავისუფლებაში არ გამოვლენ არანაირად არ გაჩერდება არავინ ქართველი ხალხი მათ ციხეებში არ ჩატოვებს ქართველი ხალხი ამ გენიალურ დიდებულ თაობას გაუფრთხილდება გამოიყვანს ციხეებიდან და ბრძოლისა და შრომის ავანგარდში ჩააყენებს ამ ქვეყნისაში ძალიან დიდი მადლობა ასეთი მდგომარეობა არის რუსთაველის გამზირზე 98 დღესაც პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი არის და ხალხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშნვას ითხოვს.